საღამომშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ცნობილი მხატვარი ქალბატონი რუსუდან ფეტვიაშვილი. როგორც მოგიხსენებათ, მან წლისა და 10 თვის ამშექმნა თავისი პირველი ნახატი, ხოლო 6 წლის ასაკში იგი ახერხებს თავისი პერსონალური გამოფენის მოწყობას თბილისში. დანარჩენს კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ. ცნობილი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი 1968 წელს დაიბადა. დედა პროფესიით პედაგოგი იყო, ხოლო მამა ცნობილი მოქანდაკე. იგი წარმოშობით კასპის რაიონის ერთ პატარა სოფლიდან, ქვემო გომიდან არის. ამ სოფელთანაა დაკავშირებული მისი ბავშვობის დროინდელი ლამაზი მოგონებების. სწორედ ქართლის მშვენიერი ბუნება გახდა მისი შემოქმედების ერთ-ერთი პირველი შთაგონებაც. მის ნახატებში ნათლად იგრძნობა ის ხიბლი და სისადავე, რომელიც მხოლოდ საქართველოს ამ ლამაზ მხარეშია. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პირველად მომავალმა მხატვარმა წლისა და 10 თვისამ დახატა ძმის პორტრეტი. ნორჩ მხატვარს 6 წლის ასაკში კი უკვე თბილისში პერსონალური გამოფენა მოუწყვეს. მისი გზა დაალოცა გამოჩენილმა მხატვარმა ელენე ახვლედიანმა, რომელიც მას დიდ წარმატებებსა და აღიარებას უწინასწარმეტყველებდა. მე წარმოშობთ კასპის რაიონიდან, ქვემო გომი იყო ჩვენი სოფელი. მამაჩემის დედა და მამაჩემის მამა არიან იქიდან. ბებიაჩემ ნინა კაციაშვილი იყო გეოფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განყოფილების გამგე. ბაბაჩემი იყო ინჟინერი. და რა ვიცი, მამაჩემი მოქანდაკეა, ბიძაჩემი იყო ძალიან ესეთი ცნობილი ფიზიკოსი, რომელიც ფორმულაც არსებობს დღეს, ფეტვიაშვილის კადმოცევის ფორმულა, განტოლება უბრალოდ და ბაბა ფეტვიაშვილის სახელობის ვარსკვლავი არსებობს, რომელსაც იაპონელმა ფიზიკოსებმა მის საპატივცემლოდ ახალ აღმოჩენილ ვარსკვლავს დაარქვეს. ძალიან ცნობილი ფიზიკოსი იყო, რუსეთში მუშაობდა ძირითადად. რა ვიცი, მამაჩემი მოქანდაკე და ჩემი ფილოლოგი და რა ვიცი, ბავშვობიდან ესე იგი ჩვენ ძალიან ხშირად ვიყავით სოფელში. განსაკუთრებით ბავშვობაში მე უკვე ნელ-ნელა რა ვიცი, უფრო აქეთკენ იმერეთისკენ დავდიოდით ხოლმე. და ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, იმიტომ რომ მე ბავშვობის კაი საყვარელი წლები მაქვს დაკავშირებული ბებიაჩემი, პაპაჩემი, ეხა იქ არიან დასაფლავებული ქვემო გომში პატარა ეკლესიასთან და ძალიან ძველი მოგონებები მაკავშირებს და საერთოდ ქართლის რეგიონი არის ყველაზე უფრო გაწონასწორებული რეგიონი და სადაღარ ყოფილვარ ხო ქართლის თვითონ ბუნება ჩემთვის ძალიან ახლობელი, იმიტომ რომ არ არის ძალიან დატვირთული სიმწვანით და აი თავისი სილამაზე მთებს და კლდეებს, რომლებიც ფაქტობრივად არიან თითქმის წონის საფარის გარეშე. ამას აქვს ძალიან დიდი სილამაზე თავისთავად და ესეთი ფერწერა თავისთავად, იმიტომ რომ ასე ქართლის კლდეებს აქვს სასწაული ფერთა გადასვლები, თუ შეგემჩნევიათ, არ ვიცი, ალბათ შეგემჩნევიათ, აი ეგეთი მინახია, არ ვიცი, სად მინახია, ეგეთი არც ვიცი. მე ბავშვობაში, რა ვიცი, ხატვა დავიწყე წლის და 10 თვის ასაკში, ჩემი ძმის პორტრეტი დავხატე გიორგიში, რომ დაიბადა. და მე პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა სადღაც 6 წლის ასაკში, 74 წელს. და რაც მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად ჩემთვის ელენე ახვლედიანმა გახსნა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ბავშვთა ხელოვნების გალერეაში იყო. ძალიან ბევრი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა ზომის რთული კომპოზიციები, 80 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. რაც მე რეკორდ 8 წლის ასაკში ორჯერ მქონდა პერსონალური გამოფენა მოსკოვში, მე 13 წლის ასაკში კიდევ მოსკოვში, მე თბილისში, მე საფრანგეთში, პარიზში მქონდა პომპიდუს ცენტრში და ძალიან მოგზაურობდა მაშინ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში. რაც პრესკონფერენციაც მოეწყო იქ სპეციალურ ცენტრში. ქალაქის მერმა მოეწყო პრესკონფერენცია ამ გამოფენის თაობაზე და მოეწყო ხელოვნებაცოდნეები, ფსიქოლოგები და საგანგებო ის მოეწყო ამის თაობაზე განხილვა ამ გამოფენის თაობაზე. რაც მე თითქოს ყველა ევროპის ქალაქში ნამყოფი, ახლა ამჟამად ამერიკაშია ძირითადად ნამუშევრები, ორი გამოფენა. აქედან იწყება მისი წარმატებებისაკენ სავალი გზა, რომელმაც უამრავი უძილო ღამე მტკიცენების ყოფა და საქმისადმი უდიდესი ერთგულება მოითხოვა. რუსუდან ფეტვიაშვილი 8 წლის ასაკში უკვე საკმაოდ პოპულარული ხდება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებშიც. ის ამ წარმატებებს იმ იდილით ხსნის, რომელიც მათ ოჯახში სუფევდა. მხატვარს 5 და-ძმა ჰყავს, მას განსაკუთრებით მამა უყვარს, რომელიც ბავშვობაში უამრავ ზღაპრებსა და მითებს უკითხავდა. ბავშვური ფანტაზიები უნიკალური ნიჭის წყალობით ტილოზე გადმოიტანა და შექმნა ის ნახატები, რომელსაც რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედება ჰქვია. ახლახანს მან მუშაობა დაასრულა წმინდა ოთხთავის მინიატურებზე.
5 და-ძმა მყავს და როდესაც წვებოდით ხოლმე და საძინოთ, მამჩი ყოველთვის უკითხავდა ხოლმე ასე დაძირითად მითებს, ლეგენდებს, ზღაპრებს, თითქოს მთელი მსოფლიოს მითები და ლეგენდები და მთელი მსოფლიოს ზღაპრები აბსოლუტურად გაცნობიერები ვიყავით ყველაფერზე. გარდა მაგას ახლა ჩემი ნამუშევრები მაინც უფრო ფერმფრთალებია და რაღაცეთი გარდამავალი ტონებია და ეს მაინც უფრო ქართლის ბუნებას უკავშირებ მე პირადად, იმიტომ რომ ქართლის ბუნება არ არის ძალიან ისეთი კაფიო და ისეთი ჭახეფერებით. ის არის უფრო ძალიან ისეთი გარდამავალი, აი პოლუტონე, ნახევარტონები არის ძირითადად ქართლში და ეს შემიძლია ძალიან ახლობელი ფერები, ნახევარტონები. ძირითადად მაინც ყველა ნამუშევარი ფერადი აკვარელში თუ თქვა ტილოზე. მაინც უფრო ნახევარტონებია, ვიდრე ესეთი მკვეთრი ფერები. ძირითადად თორე არის მკვეთრი ფერების ნამუშევრებიც. მე დავასრულე ვეფხვის ტყავასანი, იყო პარიზის და მოსკოვის ერთობლივი გამოცემა. პარიზის მხარემ მოინდომა, პარიზის გამოცემამ პუბლიკაციონ ორიენტალის დე ფრანს, რომ მე დამესურათებინა. მე ხელშეკრულება დავდეთ მოსკოვში, მე საფრანგეთშიც ვიყავით მინიატიურებზე მუშაობდი. და ეს იყო ყველა ნაწარმოები ისეა ჩემს, იმიტომ რომ ფაქტობრივად თითქმის ზეპირად ვიცოდი სკოლის პერიოდში ვეფხვის ტყავასანი ძალიან მეყვარდა. მე ქართული ხალხური ზღაპრები დავასრულეთ აგრეთვე პარიზის გამოცემულობა იყო ესიც. და რა ვიცი, ძალიან შემდეგ რა ვიცი, ბევრი რაღაც ლექსების კრებულები იყო კიდე ისლამამდელი არაბული პოეზია, სპარსული პოეზია. ეხლა მუშაობ აი ზუსტად აი დღეისობით ქალბატონი მარია აბრამიშვილის პოეზიის კრებულზე მუშაობ და ცოტა ხანში ვწვევ ანა კალანდაძის, ქალბატონი ანა კალანდაძის კრებულზე მუშაობას. ვასრულებ კიდე ახლა დღეისობით აღმოსავლური ზღაპრების კრებული გამოდის, იმაზე ვმუშაობ. ახლა ივლისში არის ქალბატონი ლიანა ისაკაძე მართავს საერთაშორისო ფესტივალს ბორჯომში და თხოვა რომ მეც მივაღო მონაწილეობა და ამ პროგრამაში ვიყავ მონაწილეობა ჩემ გამოფენით. მე რა ვიცი არის ალბათ სექტემბრისთვის უკვე საზღვარგარეთ გამოფენები ძირითადად. ბოლო 4 წელს განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იქნებოდა წმინდა ოთხთავი და მის მინიატიურებზე მქონდა კურთხევა მუშაობის და მუშაობდა საპატრიარქოში, თვითონ საპატრიარქოში არის პატარა ეკლესია ილია მართლის და მის გვერდზე ოთახში და ეს იყო ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემთვის ფაქტიურად მუშაობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ იყო სიმშვიდე, ეს სრულიად გაწონასწორებული ატმოსფერო. და მისი უწინასწორობის კურთხევით მუშაობდით წმინდა ოთხთავის მინიატიურებზე, რომელიც იქნება საკათედრო ტაძრისთვის, ელიას მშენებარე სამი საკათედრო ტაძრისთვის. უკვე სახარებაზე მუშაობა დასრულდა, ბევრი დიდი ჯგუფები მუშაობდნენ ამაზე, გადამწერების, ხატწერების და რა ვიცი, შემდგენელების ძალიან დიდი ჯგუფები მუშაობდა. ახლა უკვე იქინძება და ალბათ მალე დაიდება უკვე საკათედრო ტაძარში სახარება და სვანდება. ოჯახი მისთვის წმინდა ცნება, ყოველთვის ლამაზ მყუდრო ოჯახზე უცნებობდა და შექმნა კიდეც. ყავს შესანიშნავი მეუღლე, რომელიც მისთვის კარგი მეგობარიცაა. ისინი ხელს არ უშლიან ერთმანეთს და თავიანთი საქმით არიან მთელი დღის განმავლობაში დაკავებულნი. სიყვარული აი ის გრძნობა, რომელიც მათ ურთიერთობებს წლების განმავლობაში აკავშირებდა და ამტკიცებდა. ჩემი მეუღლე არის თემურ პატრიაშვილი, ქართველია ისიც ხაშურის, ავლევიდან არის და წარმოშობით თორე ესე თბილისელია და თოჯინების თეატრის, სახელმწიფო თოჯინების თეატრის დირექტორი არის, რეჟისორია, თვითონ ხატავს კიდევ ძალიან კარგი, ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და რა ვიცი, ძალიან კარგი მეგობრები ვართ მე ჩემი მეუღლე და ერთმანეთს ვცდილობთ რომ ასეთ ისე მხარში დავუდგეს და ხელი არ შეუშალოთ არაფერში. შვილები არ აქვს. ჩემი საზრით, რა ვიცი, ჩემს ადგილს არ ვიტყვი. ესეთი თემაა, რომ ალბათ განსხვავებული აზრი ამაზე იშვიათად თუ არსებობს, რომ სიყვარული ყველაზე მთავარია.
ამ ქვეყანაზე საერთოდ, იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე თქვა არაფერს მადლი არ აქვს, არაფრის გაკეთებას, რასაც არ უნდა აკეთებდე, თუ სიყვარულის გაკეთების ყოველთვის კარგი გამოდის, რაც არ უნდა უნიშნელო იყოს სამუშაო, რაც არ უნდა უნიშნელო იყოს თვითონ დამოკიდებულება ადამიანებს შორის, თუ სიყვარული არსებობს, ის ყოველთვის მადლიანი, კარგად გამოდის, ყველაფერი კარგად სრულდება. სიყვარული, მეგობრობა, რწმენა, ესეთი მცნებებია, რომ ამის გარეშე ქვეყანაზე ცხოვრება საერთოდ არ ღირს. სიყვარული ყველაზე მთავარია საერთოდ, ისე რომ ვისაც სიყვარული აქვს, იმას სიმშვიდეც ექნება, ვისაც სიმშვიდე აქვს, იმას სიხარულის გზნობაც ექნება და რა ვიცი, დიდი ბედნიერებაა, ვისაც სიყვარული, ვინც სიყვარულით არის ავსე და ყველას უსურვებდი, რომ დიდი სიყვარული გქონოდეს. მუსიკა მიყვარს ძალიან, კლასიკური მუსიკა, საერთოდ კლასიკური მუსიკის ქვეშ ვხატავ ძირითადად ყოველთვის ნამუშევრებს და დავდიოდი კიდევაც მუსიკალურში წლები მაქვს დამთავრებული, მაგრამ და კლასიკის იყო ჩამოყალიბებული იყო ჩვენთან საკონცერტო გუნდი, რომელიც დიდ მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში და ამ ოლიმპიადაში დიპლომიც აქვს აღებული, საკონცერტო სასიმფონო გუნდი იყო. ერთი მუსიკა მიყვარს ძალიან, მიყვარს ბუნებაში სიარული. ჩემი თქო გართობა, ახლა არის ზოგიერთის გართობა, თქო წვეულებებზე სიარული, თქო თავშეყრის ადგილებზე და ჩემთვის ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება არის თქო ბუნებაში გასვლა, ქალაქგარეთ გასვლა. იცით, საქმე იმაშია, რომ ხატვის განსაკუთრებული თქო მნიშვნელობა იმ შემთხვევაში არის, თუ კი ის არავის არ გავს და არავის არ ბაძავს, იმიტომ რომ მიბაძველი ხელოვნება უკვე ის ნახევრად ხელოვნება არის და აუცილებელია რომ მხატვარი ყოველთვის იმას გადმოსცემს, მისია და არაფერი თქო არ არის ეს სხვისგან ნაკარნახევი, იმიტომ რომ თუ ბუნებრიობას და თქო სინამდვილეს მხატვარი ხატავს, ანუ თუ სხვის მიბაძვას იწყებს, ხო იმას უკვე ფასი ფაქტიურად აღარ აქვს იმდენად. ყოველთვის უნდა ეცადოს ყველა მხატვარმა და რომ საერთოდ ყველა ხელოვანმა რომ რაც ნამდვილია, რაც იმისი არის, რაც მასაც თქვა მას რასაც ის ფიქრობს, რაც მას მოსწონს, რაც მის გემოვნება შეხამება, ყოველთვის ის გადმოსცეს და რა ვიცი, მე ხა ბავშვებიდან წლის დააზეთვით ვიყავ ხატვარ და ვიწყო მას შემდეგ ფაქტობრივად არც გავჩერებული, რომ ქვეყნის გამოფენა მაქვს, ქვეყნის რაღაც მონაწილეობა ყველაფერში მიღებული და ეს ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, თქო ეს ხელწერა, ეს ჩემთვის ძალიან მისაღებია და აქედან გამომდინარე არ მგონია რომ იმის ბაძავზე და არც გქონია თქო არასდროს ამის სურვილი, იმიტომ რომ როდესაც სავსე ხარ იმით თქო რაც მოგწონს, ხო უკვე მიბაძვა აღარ გჭირდება და თქო უკვე დაცარიელდები და უკვე ეძებ გონებით თქო რა იპოვო თქო რის მიხედვით დაიწყო მუშაობა, რის მიხედვით დაიწყო აზროვნება, მან უკვე გამოფიტვა იწყება და რა ვიცი, ყველა ხელოვნებას უსურვებდი რომ ეს პერიოდი არასდროს არ დადგომოდეს. რუსუდან ფეტვიაშვილი თავისუფალ დროს ბევრს მოგზაურობს, უყვარს ბუნებაში ფეხით სიარული და ამ დროს ყველანაირად ინტვირთება. მხატვარს კლასიკური მუსიკა ცხიბლავს. მისი მოსმენისას ყველა ყოფით პრობლემას ივიწყებს. იგი შეუდარებელი ხელოვანია, არავის არ ბაძავს და თვლის, რომ სწორედ ეს თვისება განასხვავებს ხელოვანსა და ხელოსანს ერთმანეთისაგან. ცნობილი მხატვარი შიდა ქართლის მოსახლეობას ყველაზე მთავარს რწმენის გაძლიერებასა და ულევს სიყვარულს უსურვებს, რომელიც უთუოდ მშვიდობისა და სიკეთის საწინდარიცაა. ქართლის მოსახლეობას მინდა რომ ვუსურო ყოველთვის სიკეთე, სიუხვე, ბარაკა, სიმშვიდე, სიყვარული, რწმენა, დიდი რწმენა, იმიტომ რომ დიდი რწმენა და სიყვარული თუ გაქვს ადამიანს, ფაქტობრივად არასდროს ხელმოცარული არ იქნება ცხოვრებაში და ვუსურო ყოველთვის სიკეთე, სიმშვიდე, სიხარული, დიდი სიხარული და ვუსურო სიხარულზე უფრო მნიშვნელოვანი რა ვიცი რა შეიძლება იყოს. ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. იმედია მოგეწონა დაგვიკავშირით ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შეხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ პიროვნებას წარმოგიდგეთ. მომავალ შეხვედრამდე.